ვის არ განგვიცდია ის მომენტი, როდესაც საყვარელ ადამიანთან პატარა გაუგებრობა დიდ წყენაში გადაგვსვლია. ვერ გვიპატიებია, როდესაც მეგობარმა რაღაც თქვა. ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ თქვა, მაშინ, როდესაც მისი თანადგომა ასე ძალიან გვჭირდებოდა. მერე დრო გასულა და ჩვენი სამუდამოდ დაგვიკარგია. ან კიდევ იმის განცდა, რომ საკუთარ თავს ვერ ვპატიობთ რაიმე გადაწყვეტილებას, რაიმე ნაბიჯს, რაიმე სიტყვას, რომელსაც საბოლოო ჯამში კარგი შედეგი არ გამოუღია. როდესაც საკუთარ თავზეა საუბარი, ეს განსაკუთრებით სერიოზულია, რადგან ის საბოლოოდ საკუთარი თავის სიძულვილში შეიძლება გადავიდეს. საკუთარი თავის სიძულვილი კი ძალიან რთული განცდაა. მე თუ შემეკითხებით, ეს თვით ჯოჯოხეთია. ამიტომ დღევანდელი ეპიზოდი მე მინდა რომ მივუძღვნა ისეთ თემას, როგორიცაა პატიება. გამარჯობა. თქვენ უსმენთ პოდკასტს მე ვარ თქვენი მასპინძელი, თამარ ვანელი. ეს დრო თქვენ გეკუთვნით. დრო რომ ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობები. გაბედოთ იოცნებოთ და გახდეთ ქალი, რომელიც ქმნის საკუთარ მომავალს. რატომ არის პატიება ასეთი მნიშვნელოვანი? რა გიშლით ხელს აპატიოთ საკუთარ თავს ან სხვას? რა ზიანს გაყენებთ ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ პატიობთ? და რაც თავარია, როგორ შეიძლება ისწავლოთ პატიება? მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ეს თემა ძალიან საინტერესოა და მოდით დავიწყოთ. ის, რომ თქვენ პატიება არ შეგიძლიათ, ეს ძალიან დიდი ტვირთია, რომელსაც ყოველდღე თანატარებთ. ის დიდ ზურგჩანთას აგავს, რომელიც სავსეა ქვებით და თქვენ ამ ჩანთას მხრებიდან არ იცლით. ის თავიდან მძიმე არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში, თუ მას თქვენ მხრებიდან არ ჩამოიღებთ, ის უფრო და უფრო მძიმე ხდება. გღლით და გასუსტებთ. ის გაკავშირებთ წარსულთან ისეთი ძაფით, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო ჭიდროდ ებმევა დღევანდელ თქვენ დღეს. თქვენ გსურთ იცხოვროთ დღევანდელი დღით, მაგრამ ამას ვერ ახერხებთ. გონება კვლავ უკან გაბრუნებთ და უკვე განცდილს ყოველდღე თავიდან განიცდით. ეს მდგომარეობა შინაგან დაძაბულობას იწვევს. ეს დაძაბულობა გროვდება და გადადის შფოთვაში, აგრესიაში. შემდეგ კი სხეული იწყებს რეაგირებას. ფიზიკურ ტკივილებსაც კი გრძნობთ. ეს ასევე გაკარგინებთ გაბედულებას, ხმას, მოძრაობის თავისუფლებას. წყენა ხშირად გიბიძგებთ იმისაკენ, რომ სხვებს აღარ ენდოთ, რის შედეგადაც თქვენი როგორც პიროვნების განვითარება იზღუდება. ერთხელ ეს ზუსტად რაც მე გითხარით ახლა, უთხარი ჩემს ახლობელს, რომელმაც დამირეკა და საკუთარი პრობლემები შემომჩივლა. ის საუბრობდა თავის ყოფილ მეუღლეზე. მიყვებოდა 10-15 წლის წინანდელ მომხდარ ამბებს და ისე განიცდიდა, თითქოს ეს ახლა ხდება. ტიროდა, ბრაზობდა, ნერვიულობდა. როდესაც მორჩა, შემეკითხა რა შეიძლება რომ გავაკეთო. ურჩიე რომ აპატიოს. როგორც კი გაიგო სიტყვა პატიება, მაშინ შემომიტია. როგორ ვაპატიო? ეს წამია გიყვები. როგორ მეკცეოდა? როგორ ეკცეოდა ბავშვებს? როგორ დამტოვა თუთუ ბავშვით ხელში ყოველგვარი სახსრების გარეშე და გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან? როგორ ვაპატიო? ჩემი მეგობრის სიტუაციაში ეს 15 წლის წინანდელი ამბავია. ბოლო 15 წლის განმავლობაში მას თავისი ყოფილი მეუღლე უკვე აღარასდროს აღარ უნახია. და ის ყოველდღე ამ 15 წლის განმავლობაში ყოველდღე ახსენებს საკუთარ თავს, როგორი საშინელი დარტყმა მიიღო. ყვება, იხსენებს ამ ყველაფერს თითქოს ეხლაღა მოხდა და აქ თავარი გადამწყვეტი მომენტია. როდესაც ჩვენ რაიმეს განვიცდით, ჩვენი გონება წარსულსაც და მომავალს ისე აღიქვავს, როგორც აწმყოს. და ამ მომენტში ხდება ჩვენს გონებაში ქიმიური რეაქცია. გონება გადაწყვეტილებას იღებს, რომ უნდა შეკრიფოს მთელი ძალა, დაიძაბოს და საომრად მოემზადოს. ამ პერიოდში ჩვენი თვალის გუგები ფართოვდება. სისხლი სწრაფად იწყებს მოძრაობას. წნევა იწევს. მთელი ჩვენი ორგანიზმი ემზადება დარტყმისათვის. გონებამ არ იცის, რომ თქვენ 15 წლის წინანდელ ამბავს იხსენებთ და იწყებს რეაგირებას. წარმოიდგინეთ 15 წლის განმავლობაში ჩემი მეგობარი ყოველდღე ამ ვითარებაშია. და როგორ ფიქრობთ? როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? მუდმივ სტრესში ყოფი ადამიანი გეკითხებით. შეიძლება იყოს ჯანმრთელი? შეიძლება იყოს მოსვენებაში? შეიძლება რომ კონდეს სრულფასოვანი ცხოვრება? არა, ნამდვილად არა. ძალიან ბევრჯერ ადამიანები
თავიანთ წარსულს იმდენ ენერგიას ახარჯებენ, იგივე ენერგია, რომ თავიანთ აწუბყოს მოახმარონ, ისინი სასწაული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. დაფიქრდით, სად მიდის თქვენი ენერგია? გვაქვს გარკვეული რაოდენობის ენერგია და ის ყველაფერს არ ეყოფა. განსაკუთრებით თუ ჩვენ საკუთარ ცხოვრებას ყოველ ჩვენს ცისმარე დღეს სტრესში ვატარებთ. იმიტომ რომ არ ვპატიობთ. იმიტომ რომ პატიება არ შეგვიძლია. მე აბსოლუტურ პირობას გაძლევთ, რომ შეგვიძლია. უბრალოდ ვერ ვახერხებთ. თავს ვერ ვაბავთ. ავდგეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს უბრალოდ გადაწყვეტილებაა და მოდით ახლა ვისაუბროთ. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვაპატიოთ, რა შეიძლება, რომ ამას მოხდეს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ პატიება ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ამართლებთ იმ ადამიანის იმ ქცევას, რომელმაც დარტყმა მოგაყენათ. არც იმას, რომ ივიწყებთ იმას, რაც გაგიკეთათ. არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ ირჩევთ აღარ იცხოვროთ წარსულით და აღარ იცხოვროთ ამ ტკივილის გარშემო. როდესაც პატიობთ, ის ტკივილი, რომელსაც ამდენი ხანი მუჭაში ეჭირეთ, უბრალოდ ნელ-ნელა გათავისუფლებთ. ის ძალას კარგავს. ის აღარ განსაზღვრავს უკვე თქვენს ფიქრებს, თქვენს ემოციებს, თქვენს ჯანმრთელობას, თქვენს აწმყოს და თქვენს მომავალს. თქვენ იბრუნებთ თქვენ შინაგან სივრცეს, სადაც თქვენ შეგიძლიათ იყოთ თავისუფლები. პატიება ეს გაშვებაა, ეს განთავისუფლებაა თვითბრალდებისაგან, ტკივილისაგან, რომ თქვენ მსხვერპლი იყავით. ის გაძლევთ სიმშვიდეს. ამ სიმშვიდეში თქვენ იკრებავთ ენერგიას, გმით ახალ კავშირებს. იცლით საკუთარი თავისათვის. თქვენ უბრალოდ საწყალი, კრავი კი არა, ნამდვილი, ძლიერი ადამიანი ხართ. და ეს ენერგიები შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი აწმყოსა და მომავლისათვის. გაძლევთ ძალას თქვათ, შევცდი და მაინც ვიმსახურებ სიყვარულს. მან მე ტკივილი მომაყენა. მე მას ამის უფლება მივეცი და მე ამას საკუთარ თავს ვპატიობ. როცა თქვენ პატიობთ, თქვენ არ კარგავთ საკუთარ ღირსებას, არამედ თქვენ იბრუნებთ მას. და კიდევ ერთი, როცა არ პატიობთ, თქვენ ისევ იგივე გაკვეთილის წინაშე დგებით. თქვენ ისევ იქ ბრუნდებით, საიდანაც გამოსვლა გინდათ. კიდევ შეგხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც მოგაყენებენ ტკივილს და იმ შეგრძნებას, რომ თქვენ მსხვერპლი ხართ და თქვენ ისევ განიცდით იგივე ტკივილს. განახშირად არ ყოფილა შემთხვევა, რომ გითქვიათ, ეთყობა ჩემი ბედი ესეთია. მე მხოლოდ სულელები მხვდებიან, ან ჩემგან მხოლოდ რაღაცას მოითხოვენ. ცხოვრება ეს როგორც სკოლა ისე წარმოიდგინეთ. გვიტარდება გაკვეთილი. ამ გაკვეთილიდან უნდა ვისწავლოთ. მერე გამოცდა იქნება და ამ გამოცდას ჩვენ თუ არ ჩავაბარებთ, ჩვენ აღმოჩნდებით იგივე გაკვეთილზე. შეიძლება უბრალოდ მასწავლებლები შეიცვალენ, მაგრამ თემა იგივე დარჩება. და თუ ჩვენ ამ გაკვეთილის შემდეგ გამოცდასაც კიდევ ვერ ჩავაბარებთ, ჩვენ ისევ იქ დავბრუნდებით და ასე წრეზე. ეს წრე არ მთავრდება. თითქოს ვერ ასრულებთ თამაშის იმ ეტაპს, რომელიც ახალ ფაზაში გადასვლის საშუალებას გაძლევთ. ცხოვრების ენაზე რო ვისაუბროთ, თქვენ არ ვითარდებით. დარჩებით იქ, სადაც ხართ. და ახლა, როგორ ვისწავლოთ პატიება? პირველ რიგში, მინდა რომ გაიაზროთ. პატიება ეს არ ნიშნავს იყოთ მეგობარი იმ ადამიანისა, რომელმაც თქვენ ტკივილი მოგაყენათ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მათ ქმედებას ამართლებთ. პატიება თქვენი შინაგანი გადაწყვეტილებაა. გადაწყვეტილება, რომ თქვენ ინთავისუფლებთ საკუთარ თავს ტკივილის მარწუხებისაგან, რომელიც ამ ადამიანმა მოგაყენათ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს იმ ადამიანისთვის კი არა, ეს თქვენთვის არის საჭირო. ამას თქვენთვის აკეთებთ. ეს პროცესი, ანუ პატიება, რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება. დასაწყისისათვის მოდით აიღეთ ფურცელი და გაეცით ამ შეკითხვებს პასუხი. რა გაწყენინეს? რა გაკავებთ, რომ არ პატიობთ? რატომ ვერ ახერხებთ პატიებას? ადამიანი ისე ვერ გვაწყენინებს, თუ ის არ შეეხო ჩვენს რწმენებს და ჩვენს ღირებულებებს. ამ შეკითხვებით თქვენ გამოაშკარავებთ, თუ რომელ ღირებულებას ან რომელ რწმენას შეეხო ეს ადამიანი. თუ რა არის ღირებულებები და რწმენები, შეგიძლიათ იხილოთ წინა ეპიზოდებში. ლინკს ამ ეპიზოდის ქვეშ იხილავთ. და მინდა ჩამოწეროთ, თუ რა მოხდება, როდესაც თქვენ აპატიებთ, რა ცვლილებები მოყვება ამ პატიებას. და
მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკმარისია, რომ თქვენ პატიობთ. და ყოველთვის, როდესაც თქვენთან თქვენი ჩვეული აზრები წამოტივტივდება, ბრაზი მოგაწვევათ, თქვენი აზრები სხვა რამეზე გადაიდანეთ. ჩართით თქვენთვის საყვარელი მუსიკა, დაურეკეთ თქვენს ახლო მეგობარს. დაელაპარაკეთ იმ ადამიანს, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. გააკეთეთ ის, რაც თქვენ გიყვართ. რის გაკეთებისასაც თქვენ სიამოვნებას განიცდით. ოდესღაც ერთ წიგნში ამოვიკითხე, უკვე აღარ მახსოვს სად, რაღაც ტექნიკა, რომელმაც ჩემი ცხოვრება საგრძნობლად გამოაკეთა. ამ ტექნიკის დამოხედვით, როდესაც არასასურველი აზრი, არასასურველი განცდა თავში გვიტივტივდება, ჩვენ ხმამაღლა ვიძახით. მე ამაზე ფიქრს წყვეტავ. ჩვენს ქვეცნობიერებაზე ზეგავლენა შეგვიძლია მხოლოდ ბრძანებითი ტონით. და აქ ხდება ასეთი რამ. როდესაც მე ბრძანებითი ტონით ვიძახი, მე ამაზე ფიქრს ვწყვეტავ, ჩემი ქვეცნობიერება ამას იღებს როგორც მტკიცე გადაწყვეტილებას და ნამდვილად წყვეტავს ფიქრს. თავიდან, როდესაც დავიწყე ამ მეთოდის გამოყენება, ეს მართლა ძალიან სასაცილო იყო და გულსატკენიც, რადგან პირველ დღისით განსაკუთრებით იმდენჯერ მომიწია შეჩერება, რომ გავოცდი. შემდეგ დროთა განმავლობაში უკვე ნაკლებად ჭირდებოდა ასეთი ბრძანების გაცემა და ბოლოს ჩემი გონება მიეჩვია, რომ მე ეს არ მჭირდება და ასე შეიძლება ითქვას განვიკურნე ასეთი უარყოფითი ემოციისაგან და ნამდვილად ვისწავლე პატიება. დღეს მე უკვე ვიცი, რომ ეს ძალიან დიდ ზიანს მაყენებს, ეს როგორც ადამიანმა სიგარეტი მოწიოს, როცა იცის, რომ ეს კიბოს აჩენს, ან შაქრით დაავადებულმა დიდ ტორტს მოულხინოს. ეს კატასტროფაა ჩემი გონებისთვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, მე ამას ახლოს აღარ გავიკარებ. და რა თქმა უნდა, რომ თქვენც ამას ვიგირჩევთ. გახსოვდეთ, პატიება არ არის სისუსტე, პირიქით. ეს არის სიძლიერე, ეს არის გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად და გახსოვდეთ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ.